საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. მოგესალმებით, დღეს ჩვენ წავიკითხავთ ისტორიულ მოთხრობას 300 თავდადებული გლეხი. რადგან ეს 300 თავდადებული გლეხი იყო ერეკლე მეფის დროს, მე მინდა ერეკლე მეფეზე პატარა მიმოხილვა გავაკეთოთ. პირველ რიგში მინდა გაჩვენოთ ერეკლე მეფის ძეგლი თელავში. ცნობილია, რომ ერეკლე მეფეს პატარა კახს ეძახდნენ, ასევე მინდა გაჩვენოთ ესეთი ჯაჭვის პერანგი, რომელიც პატარა ლექსიც კი არის ერეკლე მეფეზე დაწერილი. ეს ჩვენი მეფე ერეკლე ერთი პატარა კახია, ჯაჭვის პერანგი ჩააცვეს, გაჰკრა ხელი და გახია. ანუ ერეკლეს ეძახდნენ პატარა კახს, იმიტომ რომ ის იყო კახეთისა და ქართლის ერთპიროვნული მმართველი. და პატარა კახი, რადგან ის იყო დაბალი, მაგრამ საკმაოდ ძლიერი. მიუხედავად სიდაბლისა, ცნობილია, რომ ერეკლე 100 კილოგრამიან ხმალს იქნევდა. ამიტომ ძეგლშიც ხმალ ამოღებული, ხმალ შემართული დგას და კიდევ ერთხელ განმეორდები, მისი ხმალი თითქმის 100 კილოგრამს იწონიდა და არასდროს არ ტოვებდა ერეკლე მეფე ჯარს და მხედართმთავრის გარეშე ის მხედართმთავრობდა კიდეც თავის ჯარს. მე მინდა ასევე ერეკლე მეფის შესახებ მარტივი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ ესე იგი ერეკლე მეფე იგივე ერეკლე მეორე იყო, ის მეფობდა 1720 წლიდან 1798 წლამდე, სხვათა შორის 98 წლის იყო. როდესაც ბოლო ბრძოლის დროს კრწანისის ველზე სწორედ მოხდა და იბრძოდა ამ 98 წლის ასაკში სწორედ ახალგაზრდა ვაჟკაცების მსგავსად და საკმაოდ ცუდად დასრულდა ეს ბრძოლა სამწუხაროდ. კრწანისის ველზე ქართველები დამარცხდნენ და ცნობილია, რომ ერეკლე მეფის თვალზე თურმე ცრემლი შენიშნეს, როდესაც გადაბუგულ თბილისს ხედავდა. ასევე მინდა გითხრათ, რომ თბილისი მთელი ამ დამპყრობლების მიუხედავად, რომ საქართველო უამრავ დამპყრობლებს უძლებდა, თბილისი სულ 4-ჯერ მოხდა, რომ თბილისი გადაიწვა და ერთ-ერთი მოხდა ამ კრწანისის ბრძოლის დროს. და ერეკლე თვალცრემლიანი გამოიყვანეს ბრძოლის ველიდან, რომელიც უყურებდა, როგორ ინგრეოდა თბილისი. ასევე მინდა ისიც გითხრათ, რომ რა გაატარა ერეკლემ თავის სიცოცხლეში, საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა, მაშინ ხშირი იყო, ტყვეებით ვაჭრობდნენ, დაატყვევდნენ და შემდეგ ვაჭრობდნენ. შექმნა ჯარში, ქართულ ჯარში მორიგეობის პრინციპზე დამყარებული ქართველი ჯარი, ანუ მორიგეობით ხდებოდა ისინი დაღლილებს ენაცვლებოდნენ ჯანსაღი სულისკვეთებით მოსულნი და ასე შემდეგ. ასევე ალაგმა ლეკიანობა, რაც უდიდეს ზიანს აყენებდა იმ წუთში ჩვენს ქვეყანას. და იღვწოდა მრეწველობის განვითარებისთვის. მინდა კიდევ ასე გითხრათ, რომ მრეწველობის განვითარებაში სპილენძის, ვერცხლის და ოქროს მოპოვებას ხელი შეუწყო, განაახლა ზარაფხანა და რაღაცა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა საქართველოს ისტორიაში. ის დასვენებულია საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს ტაძარში სვეტიცხოველში, ესეთი ლექსიც არის, სანამ ცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში საქართველოს ცხელი გული ასვენია. ანუ მართლაც საქართველოსთვის ცხელი გულით, საქართველოს სიყვარულით იყო ერეკლე მეფე გამსჭვალული. მე მინდა ეხლა უკვე დაუბრუნდეთ აი ამ მოთხრობას, რომელიც არის 300 თავდადებული გლეხი და კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ ეს შეეხება კრწანისის ველზე განცდილ ბრძოლას, რომელიც სამწუხაროდ ქართველების დამარცხებით დასრულდა. რას ნიშნავს 300 თავდადებული გლეხი? თუ ამ 300-ის გარდა იმ ბრძოლის ველზე არ იყვნენ ქართველები, რა თქმა უნდა, ყველანი თავგანწირვით იბრძოდნენ, იმიტომ რომ მტერი 1-2-რად კი არა, უფრო მეტი იყვნენ ქართველებთან შედარებით, მაგრამ ამ 300-ს განსაკუთრებული თავდადება და თავგანწირვა გამოუჩენიათ. სწორედ ამ 300-მა გაიყვანა ბრძოლის ველიდან მუხანათურად დაჭრილი მეფე ერეკლე, მას ჯაჭვის პერანგი ქოლი ეღლიასთან გარღვეული და სწორედ ერთ-ერთმა მოღალატემ გარღვეულ ნაწილში ჩაარტყა ხმალი. თუმცა ისიც ცნობილია, რომ ერეკლე მეფე ამ ჭრილობით არ გარდაცვლილა, ერეკლემ მას შემდეგ 3 წელი კიდევ იცოცხლა და ის 3 წელი სულ ცრემლის ზღვრასა და ტირილში გაატარა, იმიტომ რომ მას ამ ბრძოლაში გამარჯვების იმედი ჰქონდა. წავიკითხოთ ახლა მოთხრობა. წინათ ქართულ კახეთში მეფობდა მეფე ერეკლე. სპარსეთის ხელმწიფემ მოსთხოვა მას ეცნო,
იგი მეფეთა მეფედ და ხარკი ეძლია. ხარკი არის ესეთი გადასახადი, რომელსაც გამარჯვებული ქვეყანა ყოველთვის ახდევინებდა დამარცხებულს. ესე იგი, სპარსეთის ხელმწიფე მას მოსთხოვა, რომ ხარკი ეძლია, ქართველებს ხარკი ეძლიათ სპარსეთისთვის და თანაც მეფე ერეკლეს ის მეფეთა მეფედ ეცნო, ხო? მეფე ერეკლემ როგორ მიათ რა უპასუხა, რა თქმა უნდა, ცივი უარი შეუთვალა. სპარსეთის ხელმწიფემ გაბრაზებულმა ამ უარზე, რა თქმა უნდა, შეკრიბა დიდძალი ჯარი და სწრაფად მოადგა თბილისს. მეფე ერეკლემ მხოლოდ მცირეოდან ჯარის მოგროვება მოასწრო. სპარსელები 1,000-ად მეტი იყვნენ ქართველებზე. მოდიოდა 1-ზე 10 გზა გვშვენოდა დიდების, ხო? იმიტომ რომ მართლაც დიდების გზა იყო, რადგან ერთ ქართველზე 10 და 10-ჯერ მეტი მოდიოდა თითქმის. ასე რომ მართლა დიდების გზისთვის ემზადებოდნენ იმ ბრძოლის ველზე ჩვენი ქართველები. ქართველთა ჯარში ერია 300 არაგველის რაზმი. არაგვი არის საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი მდინარე და არაგველები არიან მდინარე არაგვის ხეობაში მცხოვრებნი. ანუ მდინარე არაგვის ხეობაში მცხოვრები 300 არაგველი ჩამოვიდა ამ ბრძოლის დროს მეფის დასახმარებლად. ბრძოლის დაწყების წინ ამ რაზმის მეომრებმა შეფიცეს ერთმანეთს. თუ ბედმა გვიღალატა და მტერი ვერ დავძლიეთ, შერცხვენილი იყოს ის, ვინც ცოცხალი თავით შინ დაბრუნდესო. ან გამარჯვება მტერზე, ან სიკვდილი ბრძოლის ველზე. წინასწარ იცოდნენ მათ, რომ აღემატებოდა მტერი მათ რიცხობრივად. ამიტომ მათ საოცარი თავდადებისა და თავგაწირვის ფასად უნდა ებრძოლათ ამ ბრძოლის ველზე, რომელიც კრწანისის ველზე ხდებოდა. რა თქმა უნდა, ეს ვაჟკაცური ფიცი რაზმმა ვაჟკაცურადვე შეასრულა. და მათი სისხლით მიმოიფანტა და არა მარტო მათით კრწანისის ველი, რომელიც შემდეგ ყაყაჩოებით დაიფარა. ეს ვაჟკაცური ფიცი რაზმმა ვაჟკაცურადვე შეასრულა. სპარსელების აუარებელმა ჯარმა სძლია ქართველ ჯარს, მაგრამ არც ერთმა არაგველმა მტერს ზურგი არ უჩვენა. მტერს ზურგი არ უჩვენა, ანუ არ აჩვენა როგორ დაიხევდნენ უკან, ანუ უკან არ დაუხევიათ. მიუხედავად იმისა, რომ მართლა საოცარი თავდადებისა და თავგანწირვის ფასად დაუჯდათ მათ ეს ბრძოლა, ისინი უკან მაინც არ დახეულან. ბრძოლის ველზე სიცოცხლის ფასად სიკვდილს ებრძოდნენ პირდაპირ თვალებში, ასე რომ თქვა, თვალებში უყურებდნენ სიკვდილს. ქართულ ჯარს, მაგრამ არც ერთმა არაგველმა შეგახსენათ მტერს ზურგი არ უჩვენა. ყველანი იბრძოდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. ეს ბრძოლა მოხდა კრწანისის ველზე, თბილისის მახლობლად. გავიხსენოთ, რომელი მეფის დროს მოხდა კრწანისის ბრძოლა, ეს იყო ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე. რატომ დაიწყო ეს ბრძოლა? სპარსეთის ხელმწიფემ მოსთხოვა მას, რომ ხარკი გადაეხადა და ის მეფეთა მეფედ ეცნო, რის რაზეც მეფე ერეკლესგან უარი მიიღო. შემდეგ ისიც ცნობილია, რომ ამ ბრძოლაში ქართველები 1,000-ად ნაკლები იყვნენ მტერზე და ასევე ამ ბრძოლიდან, რა თქმა უნდა, დაგვრჩა ამ მოთხრობიდან, რომ განსაკუთრებით იბრძოდნენ 300 არაგველი მეფის გვერდით, მეფის მხარდახარ და ქართველი ერის სიყვარულით, ასე რომ ვთქვათ. მე მინდა ასევე წაგიკითხოთ ლექსი კრწანისის ყაყაჩოები, რომელიც შემდეგ კრწანისის ველზე ამოსულ ყაყაჩოების ხილვისას დაწერა ლადო ასათიანმა და გაჩვენოთ ასევე ის კრწანისის ყაყაჩოები. მე წაგიკითხავთ ლექსს კრწანისის ყაყაჩოები, რომელიც ლადო ასათიანმა კრწანისის ველზე გახედულმა, როდესაც გახედა ესე სისხლით მოფრთხილ ველს, თითქოს ესეა ცნობილი, რომ კრწანისის ველზე ჩვენი ქართველი ვაჟკაცების დაღვრილი სისხლის წვეთებად ჩავიდა და ისევ სისხლისფერი ყაყაჩოს სახით მოგვევლინა. აი ეს ლექსი ეძღვნება 300 არაგველის ხსოვნას, რომელიც აი ამ ჩვენი მოთხრობის მიხედვით თავგანწირულად იბრძოდნენ და ბრძოლის ველზე დაეცნენ. ესე ჰეი თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს
საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. შავჩოხიანო ვაჟკაცო ჭრილობა, ხომ არ შეგხსნია ეს სისხლი არის თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია. შავჩოხიანო ვაჟებო ასე რამ გაგახალისად, ჟრიალი ხომ არა მოგესმათ ოჯა ჯურხაის ფარისა, სიმღერა ხომ არა მოგესმათ პატარა კახის ხმალისა. იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს, კრიალა მაშინ თქვენ თვითონ ახსდექით და მარქვით, ომახიანად თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა, მაშ ეს ბებერი კრწანისი რა ძალა მაბრდღვიალა. თქვენ არა გველებო გაუმაძღარნო ომიდან, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. მართლაც რომ მუხლმოსადრეკნი არიან ისინი, რომელიც ასეთი თავდადებითა და თავგანწირვით სამშობლოს ერთგულებითა და სიყვარულით დაერწყდნენ კრწანისის ველზე. ეხლა შევხედოთ ჩვენს დაფას და გადავიმეოროთ რაღაცნაირად ჩვენი წაკითხული მოთხრობა. აბა ნახოთ მეფე ერეკლე, გავიხსენოთ მისი ასოციაციურად რა კავშირები გვახსენდება ამ დროს და ეს როდის ცხოვრობდა 1798 წლებში. მას იხსენიებდნენ როგორც პატარა კახი, ლექსის მიხედვით ჯაჭვის პერანგიც კი კახია, იყო კარგი მხედართმთავარი. აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა, მოთხრობიდანვე გამომდინარე, შექმნა მორიგეობის პრინციპზე დამყარებული ქართული ჯარი, დაკრძალულია მცხეთაში და იყო ქართლ-კახეთის მმართველი. დაკრძალულია მცხეთაში სვეტიცხოვლის დიდ სამონასტრო ეკლესიაში. ასევე გავიხსენოთ მოთხრობის სათაური, ეს იყო 300 თავდადებული გლეხი. რომელი სამასი? ისინი იყვნენ 300 არაგველები, 300 არაგველი ესე რომ ვთქვათ. რას ნიშნავს არაგველი? კიდევ გავიხსენოთ, მდინარე არაგვის ხეობაში მცხოვრებნი და როგორები იყვნენ ისინი, უშიშარნი, შეუდრეკელნი, თავდადებულნი, თავგაწირულნი და მათი მთავარი მიზანი იყო ან გამარჯვება მტერზე, ან სიკვდილი ბრძოლის ველზე. მე მინდა გაიხსენოთ კიდევ რომელ ბრძოლის ველზე დაცემული ქართველი გმირები გსმენიათ, ჩამოთვალოთ, გააკეთოთ მათი ჩამონათვალი და გააკეთოთ პატარა ჩანახატის სახით კრწანისის ყაყაჩოები, რომელიც კრწანისის ველს ლამაზად ამშვენებენ დღესაც კი. ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.